კვირიკ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, ვიდრე საერთაშორისო ამ დროისთვის არსებულ ვითარებას შევეხებოდეთ და ვისაუბრებდეთ ამ თემებზე. მოდით ამ თემაზე ვისაუბროთ საერთაშორისო კონტექსტშიც თუნდაც. ეს ნაურუზ გადაწყვეტილება როგორ შეიძლება დავინახოთ უფრო გლობალურ კონტექსტში? რუსეთი კარგავს პარტნიორებს, ეს არის გარდაუვალი პროცესი თუ ეს არის ნაურუზ თვით ინიციატივა? არ ვიცი, რამდენად შეიძლება ესე დაისვას კითხვა. კი ბატონო, ნაურუზ ეს არის პატარა სახელმწიფო, რომელიც ძირითადად პრაგმატული პოლიტიკით გამოირჩევა იმ გაგებით, რომ ის ყიდის რაღაც საკუთარ იურიდიულ აღიარებებს და მას არაერთხელ უქნია ესეთი სხვა ესე იგი სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაშიც. თავის დროზე ცნობილია, რომ ეს აღიარება მან გაცვალა $50 მილიონ რუსეთმა შეთავაზეს და ეხლა როდესაც უკვე ხედავთ, რომ რუსეთს გარკვეულწილად სანქციები აქვს და ასე უნდა ვთქვათ, რომ ნაურუზ დამოკიდებულია ავსტრალიაზე, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც აღიარეს ეს ჩვენი ოკუპირებული სახელმწიფოები, ეს ტერიტორიები, ისინი უნდა იყვნენ გარკვეულწილად დასანქცირებული. სწორედ მგონია, რომ ერთი მხრივ რომ რუსული გავლენები სწორედ ამ რეგიონში არის შესუსტებული და ნაურუზ როგორც პრაგმატული პატარა სახელმწიფო ცდილობს რომ საკუთარი პოლიტიკა რაღაცნაირად გადააწყოს და მეორე აბსოლუტურად პრაგმატული მიზეზები არის ამის რომ რუსეთის რაღაც სანქციებს არ უნდა რომ შეუერთდეს და არ შეეხოს რუსული სანქციები არც ნაურუზს. ამიტომ ეს ერთი მხრივ არის გამარჯვება ქართული დიპლომატიის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ასევე წინ და ეხლა არის შანსი ალბათ რომ სირიაშიც და კიდე სხვა სახელმწიფოებმა რომლებიც თავის დროზე აღიარეს აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი გამოიწვიონ ეს აღიარებები. ანუ ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან კაი შანსი რომ აი ეს რაღაცა თვით აღიარებული რაღაც რესპუბლიკებს ის ლეგიტიმაცია შეირყეს საერთაშორისო დონეზე. კი ბატონო, მოდით ახლა სამუშაო ჯერ კიდევ ბერია. მოდით ახლა უშუალოდ ომთან დაკავშირებით ვისაუბროთ, უკრაინა-რუსეთის ომს გულისხმობ. აქ გარკვეული ძვრები მიმდინარეობს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ძვრები, რომ რაღაც პროცესი მიდის დასასრულის დასაწყისისკენ, ასე დავსვამდი კითხვას. მაგალითად ის, რომ რუსეთში ეგრეთ წოდებული ელიტა გააქტიურდა, რომლებიც პუტინს მიმართავენ თხოვნით, რომ დაასრულოს ეს ომი, სამოქალაქო ავიაციას დაუბრუნოს, ესე ვთქვათ, ერთგვარი დიდება, იქ მიმდინარე პროცესები დრონებით თავდასხმა, მოკლედ ის ქაოსი, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს, ეს ერთი საკითხია. მეორე მხრივ, ზელენსკის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ხმაურიანი განცხადებების მოლოდინი არ იყო. ამ შეხვედრის შემდეგ, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ამას გულისხმობ, მაგრამ ასევე ვიზიტი დაიგეგმა შემდეგ უკვე პოლონეთში, მოკლედ რაღაცა პროცესები მიმდინარეობს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რაღაც კონტურები გამოიკვეთა, რომ შეიძლება ამ ომის დასასრული ვიხილოთ. ჩემი აზრით, უფრო მეტად აქ ცდილობა არის, რომ რაღაცნაირად მოხდეს გაყინვა კონფლიქტის, მაგრამ არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის რაღაცა დასასრულისკენ მიმავალი პროცესი. და რატომ? ყველა ამ სახელმწიფოში ჩვენ თუ ნახავთ, რომელიც უშუალოდ ომში მონაწილეობს, არის შიდა სერიოზული პრობლემები და სოციალური პრობლემები აშკარად დადგა. მათ შორის რუსეთში, მათ შორის უკრაინაში არის ასევე ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტები ჯერჯერობით არ არიან მზად, რომ ეს ომი დაასრულო. აქედან გამომდინარე, იყოფა მოსაზრებები, ერთი მხრივ საზოგადოება გადაიღალა ომისგან და მეორე მხრივ ელიტა ხვდება, რომ ამ ომის შემდეგ მას შიდა სერიოზული პრობლემები ელის. ამიტომ იქნება რა თქმა უნდა მოლაპარაკებები, იქნება რა თქმა უნდა რაღაცა ესე იგი გადათამაშებები, მაგრამ არსობრივად რომ ეს რაღაცნაირად შეიცვალოს, ამის მოლოდინი ალბათ უფრო მეტად ნაიურია და სამწუხაროდ არ მოხდება ეს. მე მგონია რომ აქ გარკვეულწილად საუბარი უფრო მეტად ეხება რუსულ პრესაშიც გავრცელდა და დასავლურ პრესაშიც რომ საუბარი რომ რაღაც გაყინვის რაღაც რამოდენიმე თვიანი რაღაც პროცესი შეჩერება გარკვეულწილად, რომ მოდი რაღაცნაირად რამოდენიმე თვე გავყინოთ ეს პროცესი, მაგრამ ომის საბოლოო რაღაც შეჩერება მგონი ჯერ ადრია ამაზე საუბარი. მაგრამ ისიც კარგია, რომ საუბარი დაიწყო რაღაცა აი გაყინვაზე და საზოგადოების ზეწოლა უკვე ყველა ხელისუფლებას, იქნება ეს რუსული თუ იქნება ეს დასავლური თუ უკრაინული, ყველგან უკვე საკმაოდ მაღალია.
და ჩვენ ხედავთ რომ აი ეს საზოგადოება უკვე ხბას იღებს როგორც რუსეთში ისე დასავლეთში ამ ომის წინააღმდეგ. თვითონ გავიხსენებთ რომ ძალიან მალე ჯოგი თვლის რომ 2 წელი ბევრია, მაგრამ თითქმის 2 წელიწადში ბევრ ქვეყანაში, დასავლურ ქვეყანაში არჩევნების თელი სერიები მოდის. ჩვენ ხედავთ რომ საზოგადოება უკრაინის ომით უკმაყოფილოა. ჩვენ ხედავთ რომ ფასები საშინლად გაზრდილია დასავლურ სამყაროში, რუსეთშიც მათ შორის და შესაბამისად დღეს რუსეთში იყო გამოკითხვა სურდა თუ არა ომის დამთავრება იმ პირობებით, რა პირობებით ეხლა არის, ანუ იმ საზღვრით რა საზღვრით დღეს არის და 80% უპასუხა რომ დადებითად რომ მათ სურთ ომის დასასრული. ანუ საზოგადოებები იქნება ეს რუსეთი და სხვა გადაღლილია ომით. მაგრამ აი პოლიტიკური ელიტის პრობლემა დგება, რომ მათ არ აქვთ იმის უნარი რომ რაღაცნაირად შეთავაზონ ახალი პოლიტიკა. პოლიტიკური ელიტაც უკვე იწყებს წუწუნს სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადებაც გარკვეულწილად ამას ეს იკითხებოდა ქვეტექსტად რომ მთელი დასავლური სამყარო რუსეთის წინააღმდეგ არის ამხედრებული და რაღაც გარკვეული რთული სურათი დადგა. ხო, პოლიტიკური ელიტა აჩვენებს და ბუნებრივია ესე ხედავს კი აწყობს რომ საზოგადოება ხედავდეს რომ სხვა გამოსავალი ომის გარდა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ სიამდვილეში მთავარი პრობლემა ეს არის რომ ეს არსებული პოლიტიკური ელიტები ვერ უმკლავდებიან შიდა პრობლემებს. ესეთი რამე ისტორიაში უამრავჯერ ყოფილა, მაგრამ აი რა ვიცი, ძველი საბერძნეთთან პელოპონესის ომი იყო ესეთი 20 წლიანი ომი, შემდეგ 30 წლიანი ომი იყო. რატომ ხდებოდა ამ ესეთი ხანგრძლივი ომები? იმიტომ რომ შეთანხმებულები კი არ იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ ყველა ხვდებოდა რომ ომის დასრულების შემდეგ მათ სერიოზული სოციალური პრობლემები ჰქონდათ და მათაც ომები რო დასრულდა, მერე გლეხთა აჯანყებები და სხვა რაღაცა პროცესები დაიწყო. სწორედ ამიტომ მათ არ აქვთ უნარი ჯერჯერობით საკუთარ საზოგადოებას შეთავაზონ რაღაცა რეალური ალტერნატივა, ამიტომ მათ არ აქვთ იმის ფუფუნება რომ ომი დაასრულონ. ამ ფონზე კი საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. ამიტომ ეხლა არის ესეთი პროცესი, რომ ყველა ცდილობს რომ რაც შეიძლება გვიან ჩამოიშალოს და ჩამოიშალოს არა თვითონ არამედ მისი მოწინააღმდეგე. ამიტომ ამას ქვია გაძლების ომი, ესე თქვა. გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნუკრი შაშიაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ასეთი